თქვენ უყურებთ რუბრიკას მედი ინსაიდერი. ეს რუბრიკა გვაძლევს საშუალებას შევიხედოთ სამედიცინო კულისებში ერთგვარად და პაციენტის და ექიმის ამბები, ისტორიები თუ თანამშრომლობაზე გქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია. ლევანს მინდა ახლა პატარა ვიდეოს საშუალებით გავახსენო ერთი პატარა გოგონას ისტორია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში ჩვენს გადაცემაში იყო სტუმრად. მოდი ლევან, გაგახსენებ ამ პატარა გოგონას. აბა. ოიმე, მახსოვს. გახსოვს ის პატარა გოგონა. პატარა ყოჩაღი გოგონა, თავისი ყოჩაღი დედიკოთი. აიმე, რა სიცოცხლე არის ეს ბავშვი. მომაჩინა და სახში წავეყანა. სალათი რო ვაჩუქეთ. ხო, გაგახსენდა. გაახსენდა ლევანს პატარა ელენე და მისი ამბავი, მან როგორ დაგვავიწყებოდა. მაშინაც ვიყავით ჩვენ აღფრთოვანებული მისით, იმიტომ რომ მხოლოდ 5 წლის ასაკში ის უკვე გამარჯვებით მოვიდა ჩვენთან, გამარჯვებული ისტორიით და მაშინ მახსოვს რომ ოცნებობდა ექიმობას და ლევანს გაახსენეს, რომ ხალათი რო ვაჩუქეთო. ის ელენეაო, ხო და ვაჩუქეთ მაშინ ხალათი და ამბობდა რომ უნდოდა რომ ესეთი მკურნალობა მოეგონა, მისულიყო ესეთი მკურნალობის მეთოდამდე, როდესაც ბავშვებს არ დაჭირდებოდათ ნემსის ჩხლეტა და რაღაცა გადასხმების საჭიროება არ ყოფილიყო. აი დედა წყვებოდა აქ 2% ქონდაო გადარჩენის შედეგია. წარმოიდგინეთ რამხელა გამარჯვებას და როგორ ისტორიაზე ვყვებით ახლა. ელენე ახლა არის უკვე 10 წლის და ჩვენ შევგვიძლია ისევ დავპატიშოთ სტუმრად და მისი ამბები მოვისმინოთ, როგორ არის დღევანდელ დღეს მისი ჯანმრთელობის ამბავი და მისი ჯანმრთელობის ისტორია. MLP Care კლინიკების ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ექიმი დალინე სუაშვილი, 10 წლის ელენე მერმანიშვილი და მისი დედიკო ბელა შუბითიძე. ელენე, იოში წყალს შემოგთავაზებთ, წყალი მთის ახლა უკვე გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს ვთავაზობთ, ასევე ბრომატის გარეშე. ელენე, 5 წელი გასულა, ისე გამიხარდა შენი ნახვა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა ყველას ერთად და გავიხსენეთ შენ რომ იყავი ჩვენთან სტუმრად. ჩვენ გვახსოვს და შენ თუ გახსოვს? გახსოვს? პატარა გოგონა მოხვედი აქ. დაგჭა კიდე ის სურვილი რომ ექიმი გახდე? მართლა? მართლა? არა ცოტა შეეცვალა ეხა მგონი, მე მგონი ცხოველების ექიმობა და ვეტერინარობა უნდა უკვე მე მგონი. ყავს ცხოველები? მართლა რე ვინ ყავს სახლში? 3 ძაღლი და 1 კატა. ერთი ცხოველი ყოლიათ, ყოჩახე. მოდი ჩვენს მაყურებელს ბელა, მაინც გავახსენოთ ამბავი და დავიწყოთ იმით, როგორ მოხდა აღმოჩენა, ასე ვთქვათ, რა იყო ის, რაც თქვენ შენიშნეთ და შემდეგ უკვე გაგიჩნდათ რაღაცა ეჭვები. მაშინ 2 წლის იყო ელენე, როცა დიაგნოზი დაუსვეს. ისეთი განსაკუთრებული არაფერი ახლა ბავშვებში მუცლის ტკივილი ხშირად არის და ელენესაც მუცლის ტკივილი ჰქონდა. მე ცოტა შეებერა მუცელი და მან უკვე ცოტა აღარ უკვე ძალიან შეებერა და წავიყვანეთ მე ექიმთან. გვითხრეს რომ ორგანოები ჰქონდა გადიდებული და უნდა გადაგვეყვანა იაშვილის კლინიკაში. და დადასტურდა რომ ლეიკემია იყო T ფორმის. მე აქ დავიწყეთ ჯერ თბილისში მკურნალობა, სადღაც 1 წელი მოგვიწია კლინიკაში მკურნალობის ჩატარება. სხიური თერაპიაც გავუკეთეთ მე მკურნალობის ბოლოს და უკვე მშრალ ქიმიაზე რო ვიყავით გადასულები, იქიდან 6 თვეში დაემართა რეციდივი. რეციდივი როგორც კი გავიგეთ, მაშინვე გვითხრეს ექიმებმა, რომ გადანება ჭირდებოდა და უნდა წაგვიყვანა სადმე. თვითონ აქ ვერ გავუკეთებდით და წავედით მე თურქეთში მედიკალ პრაქტიკის კლინიკა ავარჩიეთ. იქ ჩავედით მე სადღაც 1 თვეში უკვე გავუკეთეს გადანერგვა, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო ჭირდებოდა წესით დონორის მომზადებას, მაგრამ ჩვენთან რთული სიტუაცია რადგან იყო დონორს ვერ ვამზადებით. ხო, სასწრაფო იყო. ხო, და გადაუნერგეს მე უკვე ჩემგან. თქვენგან მოხდა გადანერგვა. ესეთი ჰაპლო ქვია მგონი ამ გადანერგვას როგორც მეთქვა. არანათისაური გადანერგვა. დედისგან, მაგრამ არანათისაური, რადგან დედა არ შეესაბამებოდა. არ შეესაბამებოდა. უბრალოდ ახლა დრო არ ქონდა რომ დონორი მომზადებულიყო, კი ყავდა, მაგრამ ანუ ვერ ვეტეოდით დროში. გასაგებია, უფრო საჩქარო იყო ვიდრე დონორი. მაგრამ რა ვიცი, ელენე ესეთი ყოჩაღი გოგო კი გაგვაოცა შედეგით, იმიტომ რომ აბა, ძალიან და დაკო, ეხლა შემოგვიყევი, როდის ჩაერთეთ ელენეს გამოჯანმრთელების პროცესში. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ როდესაც ვარჩევდით ლეიკემიის თემას და ვფიქრობდით, რომ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად დღეს და ამ თემაზე ერთად გვესაუბრა, ელენე ავარჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მინდოდა ხაზი გამესვა, თუნდაც თქვენ როდესაც ნახეთ ელენეს ისტორია,
როცა ჩამოვიდა უკვე თურქეთიდან და თქვენთან გადაცემაში იმყოფებოდა, მაშინ იყო რომ ელენემ დაამარცხა, იყო ყველაფერი ძალიან კარგად, დასრულდა ბედნიერად და თითქოს ყველა პაციენტის შემთხვევაში ხდება ესე, რომ გადანერგვა რომ დასრულდება კარგად, ყველა ფიქრობს, რომ დავამთავრდა. ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მინდოდა ცოტა სხვა კუთხიდანაც დაგვენახა ყოველთვის, რომ მათი ბრძოლა გრძელდება. ზუსტად 2 კვირის უკან იმყოფებოდნენ თურქეთში კონტროლზე და კიდევ ძალიან დიდი ეტაპი უძღვებათ წინ. დაახლოებით 5 წელი უნდა გავიდეს, რომ პაციენტი სრულ გამოჯამრთელებად ჩაითვალოს. ხო გავიდა ელენე. ელენეს შემთხვევაში 5 წელი გავიდა, მაგრამ კიდევ იყო განსხვავება ის, რომ ექიპი სანამ გადანერგვას გააკეთებს, ყველა პაციენტს უხსნის რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გადანერგვას. არის პაციენტები, სადაც არანაირი სიმპტომი არ ვითარდება. არიან პაციენტები, ვისთანაც რაღაც უფრო მსუბუქი ფორმით, ამას ეძახიან ჩვენი ექიმები ძვლის ტვინის ბრძოლას. ელენეს შემთხვევაში ყველა ის, რაც კი შეიძლება გართულებოდა მოყოლოდა ძვლის ტვინის გადანერგვას, ყველა სიმპტომი იყო გამოხატული მასთან. მან კი დაამარცხა ლეიკემია, მაგრამ მას კომპლექსურად სჭირდება მას ახლა მკურნალობა. და ამ შემთხვევაშიც ჩვენთან ვერ წყვეტს ურთიერთობას, რადგანაც ის ითვლება ჰემატოლოგიურ პაციენტად დღეს და ამიტომ ყველაფერი მისი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ელენე მოგმართა მაშინ, როდესაც მას სჭირდებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა. დღეს საქართველოში სწორედაც რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე არ არსებობს ძვლის ტვინის ბანკი, არ არსებობს შესაბამისი ასე ვთქვათ, რაც საჭირო არის ძვლის ტვინის გადანერგისთვის, მათ უწევთ საზღვარგარეთ მკურნალობა. კარგით, ესე იგი ელენესთვის იქნა მოძიებული დედა, იმიტომ რომ დონორისთვის და დონორის მოსაძიებლად რო აღარ იყო, ხო? დონორი იყო მოძიებული, უბრალოდ კიდე რაღაც ეტაპი ჭირდება, მე რაღაც მოსამზადებელი ეტაპი და აი ის დრო არ ჰქონდა მაგდრე. ნახეთ როგორ არის, როდესაც დონორი იძებნება, ეს შეიძლება იყოს ჯერ პირველი ხდება თურქეთის ბანკში, რახან ეს ქვეყანა იყო თურქეთი, თუ თურქეთის ბანკში არსებობს დონორი, ხდება იმ დონორთან. ხელახალი გამოკვლევა, დონორობისთვის არის თუ არა ისევ მზად, ხდება მასთან დაკავშირება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, დონორისთვის მისაღები დრო, როდის არის, ძალიან ბევრი რამის შეიძლება ქვეყანაში არ იმყოფებოდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება დონორი იპოვო, ერთი თვე მასთან ქონდეს კომუნიკაცია, ვერ მოხერხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცა აღმოჩნდეს და დონორი გაუქმდეს. ამ შემთხვევაში მე ევროპა და ამერიკის ბანკზე გადადიხარ, სადაც კიდევ უფრო თურქეთთან შედარებით პროცედურებიდან გამომდინარე 2-3 თვემდე არის გაწელილი და აქედან გამომდინარე ხდება დროში გაწევა და არის შემთხვევები სამწუხაროდ, როდესაც ესეთ პაციენტებს არ აქვთ დრო დაელოდნენ ამ პროცესებს და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ გადანერგვა. ამ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც დედა არ შეესაბამება თვითონ როგორც არანათესაური გადანერგვის შემთხვევაში. რა ინერგება ასეთ დროს ვეღარ მივხვდი უკვე რა. იგივე ხდება გადანერგვისთვის, იგივე ძვლის ტვინის გადანერგვა ხდება. უბრალოდ განსხვავება არის, რომ ძალიან დიდი რაოდენობით წამლები და სხვა განსხვავებებით რომ მარტივად მიიღოს ორგანიზმმა ეს. და ეს არ არის რაიმე ოპერაციული პროცესი. ეს არის სისხლის გადასხმის მსგავსი. ხშირად გვეკითხებიან ამას, რომ ოპერაცია უნდა გამჭრა ან როგორც მაგა ორგანოთა გადანერგვის შემთხვევაში. მაგრამ თუმცა მხოლოდ გადასხმით ხდება. მხოლოდ როგორც სისხლის გადასხმა გააკეთა და პაციენტი იღებს ასე ამ უდე და უკეთესად გეტყვით. ანუ დედისთვისაც არის ყორთული და არც შვილისთვის ყველას მას ეგონია ძვლის ტვინი, ახლა ეს გონია თუ ძვლიდან გიღებენ რაღაცას და არაფერი, უბრალოდ ცენტრალურ ვენაში დგავენ კათეტერს და მე იქიდან იღებენ სისხლს. რადგან საუბრობთ ასეთ თემაზე და რაღაცნაირად ხდება ისე, რომ არც თუ ისე იშვიათად შეიძლება გავიგოთ, რომ ბავშვებს აქვთ მსგავსი დიაგნოზი. არ ვიცი, ვინ იცი, შეიძლება ჩვენს მაყურებლებს შორისაც იყოს ესეთი ადამიანი, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ამ საუბრის მოსმენა. ამიტომ სიმპტომატიკაზეც ვისაუბროთ, რაც ახასიათებს. ახლა ველამ როგორც ვიკითხე, მხოლოდ მუცლის შებერვით ჩვენთან არ იყო სიმპტომები, მარტო მუცლის შებერვა იყო. სიცხეც კი არ ქონდა. სამაგერად რეციდივზე ქონდა უკვე სიცხეები, სისხლჩაქცევებიც. ეს სიმპტომები რო ჩავთვალოთ, ეს არის ფერფლი კანი პირველ რიგში, დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, მცირე დროში განმეორებითი ინფექციების გადატანა, გახშირებული სიზღდე, მაგალითად შეიძლება იყოს სიზღდე ცხვირიდან ან ხრწილიდან, მაღალი ტემპერატურები, სიცხეები, ღამის ოფლიანობა, ძვლების და სახსრების ტკივილი, კანის ადვილად დალურჯება, შეშუპებული ლიმფური კვანძები, მუცლის ტკივილი, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან ელენთის შეშუპებით, რაც აქ იყო და წონის აუხსნელი მიზეზებით კლება. ხედავთ ხო, ძალიან გაშლილი სიმპტომატიკა არის.
ანუ აქედან ერთ-ერთი სიმპტომი თუ ბავშვს არ ნიშნავს, რომ ლეიკემია, თუმცა დროული მიმართვიანობა უბრალოდ ექიმთან და ყურადღების გამო და არა უგუნებელყოფა სიმპტომის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო ადრეულ სტადიაზე დაიჭერ ესე დაავადებას, მე მით უფრო მარტივად ხდება მართვა, ქიმიოთერაპიის დოზირებაც იცვლება, მოკლედ, ბევრი რამ. დაკო, რამდენად არის ხშირი მომართვიანობა ამ დიაგნოზის მქონე ოჯახებიდან? სამწუხაროდ ძალიან დიდი არის საქართველოსთან ამაზე მომართვიანობა, მით უმეტეს რომ როდესაც ვსაუბრობთ რომ ძვლის ტვინის გადანერგვა საქართველოში ვერ ტარდება და ვერ ხერხდება, ხშირად ოჯახები ირჩევენ პირდაპირ წავიდნენ და იმ ქვეყანაში ჩაიტარონ თუნდაც ქიმიოთერაპია, სადაც ხდება ძვლის ტვინის გადანერგვა. ხშირად ყოფილა რომ დიაგნოზი ყოფილა აქ ლეიკემია და რო ჩამოსვლან მაინც სადღაც იმედი გქონიათ რომ განმეორებითი ანალიზებით იქ არ იქნება და თითქოს არ იცოდნენ და იქ დაეცათ ეს თავზარი რომ ეს არის დიაგნოზი. თუმცა დროსთან ერთად ვითარდება ტექნოლოგიებიც და როდესაც ლეიკემია იყო განაჩენი, დღეს უკვე ლეიკემია განაჩენი ნამდვილად აღარ არის და არის უკვე ჩვეულებრივი ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შეგიძლია რომ განკურნო და ელენი არის ამისი ყველაზე კარგი მაგალითი, მას ჰქონდა ლეიკემიის ყველაზე ურთულესი ფორმა. საინტერესოა ბელა დაკო ელენეს ამჟამინდელი მდგომარეობა, დაკო თქვა რომ ეხა უკვე სხვა პროფილის ექიმთან უწევს კურნალობა, თუმცა თუ ხდება გადამოწმება და უშუალოდ რა სიხშირით გიწევთ წასვლა? კი, სამთოში ერთხელ ჩავდივართ ხოლმე ჩვენ ჰემატოლოგთან, ვინც გადანერგვა გაუკეთა. ანუ ის მართავს ყველა პროფილის ექიმის გადაწყვეტილებას, ანუ იმასთან შეთანხმების გარეშე არაფერი არ უკეთდება. და დაუშვათ რა ვადით უნდა იაროთ კიდე, თქვენ თქვით რომ არ არის დაკვამονται რომ არ სრულდება იმ ერთი რადგან 5 წელი გავიდა, მე ვფიქრობდი რომ ახლა ჩავიდოდით, უკვე ყველაფერს მოგვიხსნიდა და ანუ არაფერი აღარ დაჭირდებოდა, მაგრამ რადგან ეს სიმპტომები რაც გადანერგვის მერე დაემართა ელენეს, არის უკვე ქრონიკული მდგომარეობაში გადასული, ამიტომ გითხრა ექიმა რომ ჯერჯერობით კიდე დიდხანს მოგვიწევს სიყვარული, სანამ ანუ ყველაფერი აბსოლუტურად თუ რამე პრობლემა აქვს, არ დალაგდება და როგორც სრულიად ჯანმრთელი ადამიანი არ იქნება. და გართულება რაში მდგომარეობდა ბოდიში? გართულება ანუ პირველი დაიწყო კანის გართულებით, როგორც აი დამწვარებით იყო თავიდან, თავილიც ჰქონდა, ქერცლას ჰქონდა, რა ძალიან ტკივილიც და მაგის გარდა კიდე თვალზე აქვს პრობლემები, ანუ თავიდან დაიწყო სიმშრალით, ცრემლი აღარ მოდიოდა და მე ახლა უკვე ამ სიმშრალის გამო უკვე ინფექციების დაიწყო, ანთებები აქვს ხოლმე ხშირად, მხედველობაზეც იმოქმედა და ოპერაციაც დაჭირდა ერთხელ უკვე. გითხრა რომ შეიძლება დაჭირდეს რქოვანის გადანერგვა, ოღონდ ჯერჯერობით პატარა და რაღაც წლები უნდა გავიდეს, 3-4 წელი მაინც. საშუალო გზებზეც ხშირად ემართება ინფექცია, ეგეც მაგის გამო გადანერგვის მერე დაეწყო. და ამ ყველაფერზე მე სათითაოდ საცალკე წამლებსაც იღებსო ეს მართოთ ხო. ზუსტად სამი ძირითადი გართულება ახლავს, რაზეც ექიმი ყოველთვის სასაუბრება პაციენტს, ეს არის გადანერგვის შემდეგ პირველი კანის პრობლემა, კუჭნაწლავის მხრივ პრობლემა და მესამე ინფექციები. სამი ყველაზე კიდე დაემართა ოსტეოპოროზი, ანუ ძვლების გამორეცხვაც კალცისგან. მაგის გამოცემული კალცი იღებს, მაგრამ რადგან იმუნოსუპრესორ თერაპიაზეა ცოტა უჭირს ამ ძვლებს კალციუმით შეიცვისოს და მაინც აქვს. მაგის გამოც ხშირად შეიძლება და ადვილად ფეხის მოტეხვაც ოპერაციაც დაჭირდა თავის ცელქობის გამო. მოიტეხა? კი. ელენე, რაკნას, აბა, რაკნას. ელენე, დედიკო ძალიან ყოჩაღი არის, მაგრამ შენი სიყოჩაღის გარეშე ეგ არ გამოვა ხო, არ გამოვიდოდა ხო იცი? რითი ერთობა სახში? რა გიყვარს ყველაზე მეტად? ნუ 4 გძაღლი და 1 კატარო ყავს, მე მგონი გართული. ხო, უკვე ერთობი, კი. კიდე ხერის ჩვენი ელენეც მე როგორც ვიცი, უკვე ხერი? რა კარგია. ახლა ამ კურნალობის გამო თქვათ ისე კარგად ვერ მიყვება, მაგრამ ალბათ სიმღერაზე დადის კიდე? კონცერტიც ჰქონდა. უი, მე მეგონა ისე ძალიან უყვარდა სიმღერა. რა კარგია, სიმღერაზე რო დადიხარ, კონცერტიც ჰქონდა? ნუ ესეთი მაგალითები როცა არსებობს, როგორც არის ელენესნაირი, ელენე თავის დედიკოსთან ერთად და იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც შეძლეს ესეთი, როგორც თქვენ თქვით, ურთულესი ფორმის მორჯულება, ასე ვთქვათ და აგერ ელენე მოვიდა 5 წლის თავზე ჩვენთან სტუმრად და ისევ მისი გამარჯვების ამბავს ყვებით, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვისაც ბუნებრივია, ელენესთვის, მისი გულშემატკივრებისთვის და იმ მაყურებლებისთვის, ვინც ახლა შეიძლება იყოს სასოწარკვეთოში, რომ სიახლე იყოს ერთგვარად მისთვის ესეთი ინფორმაცია, მისი გარემოცვის ან მისი
ნაცრობის შესახებ. თუმცა მინდა დავამატო, რომ ეხლა არიან პაციენტები, ვინც ზუსტად გადანერგვას ელოდებიან, ისევე როგორც ჩვენს კლინიკაში, არა მარტო სხვა კლინიკებშიც და არ მინდა რომ ეს ყველას არ ემართება ეს გართულებები, ესეც აუღნიშნოთ. ყველა შემთხვევაც, ელენეს შემთხვევა იყო ყველაზე რთული და გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ რთული გზაზე ვინც არიან, მათაც შეუძლიათ რომ გამოვიდნენ. თუმცა ეხლა ვინც არიან იმ ეტაპზე, რომ უნდა გადაინერგონ, არ მინდა რომ მათ რაღაც სტრესში შეეშინდეთ და სტრესში ჩავარდნენ ამ გადაცემას რომ უყურებენ. და აქედან გამომდინარე, მინდა ის ვთქვა, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავარდნენ, არ ნიშნავს, რომ ეს ყველა ბავშვს უნდა განუვითარდეს აუცილებლად გადანერგვის შემდეგ. თავისთავად, თუმცა ელენე არის ის სუპერ გმირი ბავშვი, რომელმაც ყველაზე რთული ფორმაც კი, ესე დაძლია, მოაგვარა პრობლემა და ესე მშვიდად დიდი მოთმინებით შეუპოვრათ აგრძელებს გზას. სანამ დაჭირდება ეს მეთვალყურეობა და შემდეგ უკვე დედიკოც და ელენეც ამოისუცქებენ და უკვე შემდეგ ვეტერინარობის დროც კი მოვა. ელენე, მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. წარმატებია. მადლობა თქვენს რომ მოხვედით და დაკო, მადლობა შენ რომ ელენე ისევ დაგვიბრუნე სტუდიაში. მადლობა ძალიან თქვენ. კარგი იყო მისი მომდევნო ამბების მოსმენა ისევ ჩვენსავე სტუდიაში.